ნინი ლონგურაშვილის პირდაპირი ჩართვა, რომელიც თუ არ ვწდები საჯარო ბიბლიოთეკიდან. კი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმის სამუშაოები დასასრულისკენ მიდის და წიგნის მუზეუმში განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძური, რომელიც დახურულ ფონდში ინახება და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ის არასდროს ყოფილა. ციფრულ ფორმატზე გადაინაცვლებს მუზეუმში დაცული ყველა უძველესი წიგნი, რომლის ნახვის შესაძლებლობაც უკვე დამთვალიერებელს სენსორული ეკრანების საშუალებით ექნება პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დაფინანსებით და ხელშეწყობით ხორციელდება. ეროვნულ ბიბლიოთეკას და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის მემორანდუმი კი 8 აპრილს გაფორმდა. წიგნის მუზეუმიდან ახლა ნინი ლონგურაშვილი საუბრობს როგორც გიორგი დაანოსა, გიორგი კეკელიძესთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არის მასთან ერთად. ნინი დილამშვიდობის. დილამშვიდობის და გისვენთ. დილამშვიდობის სანამ წიგნის მუზეუმზე მოგიყვებით, მანამდე ერთი ჩანაწერი მინდა წაგეკითხოთ. რა დიდებული გამოფენა, რა ძვირფასი, უკვდავზე უკვდავი მასალებით სავსე. უფრო შესანიშნავი იქნებოდა თუ ამ გამოფენით საფუძველი ჩაეყრება დიდ საქმეს. მუდმივ გამოფენას თბილისშივე, რა თქმა უნდა, გაუმარჯოს მუდმივი გამოფენის იდეას. ეს ჩანაწერი 1958 წლის 31 მარტით თარიღდება და არც მეტი არც ნაკლები მისი ავტორი გალაქტიონ ტაბიძეა. ეს მაშინ ჩაწერა, როდესაც იგი მოსკოვში იმყოფებოდა ქართული წიგნების გამოფენაზე და ფაქტობრივად 58 წლის შემდეგ დიდი პოეტის გალაქტიონ ტაბიძის სურვილი საქართველოში უკვე სრულდება. როგორც აღნიშნეთ, ჩვენთან ერთად იმყოფება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. დილამშვიდობისა გიორგი, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად და მოგვიყევით წიგნის მუზეუმზე. როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და რა განთავსდება აქ? მოკლედ თავდაპირველად ცხადე დიდი მადლობა ინტერესისთვის. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ფლიგელში, რომელიც გადაკეთდება ძალიან მალე. რუსთაველის დარბაზად დაკეთდება ვეფხისტყაოსნის კოლექციები, წარმოდგენილი იქეთ მხარეს, ან მარჯვნივ არის მომავალი ილია ჭავჭავაძის კაბინეტი, სადაც ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა და სხვა დანარჩენი მასთან დაკავშირებული წიგნები იქნება წარმოდგენილი. უკან იქნება საცავი, სპეციალური საცავი, რომელიც ბუნებრივია, შესაბამის კლიმატ კონტროლზე იქნება აყვანილი და ჩვენ ახლა ნელ-ნელა შევაბიჯებთ ძირითად დარბაზში, რომელიც იქნება საექსპოზიციო დარბაზი, ანუ ტიპური წიგნის მუზეუმი და კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი იქნება და მე ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეული სულ-მცირე აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გახლავთ ის სივრცე, სადაც ჩვენს პირველ ნაბეჭ წიგნებს, ასევე ფორმით და შინაარსით გამორჩეულ წიგნებს განვათავსებთ. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი კეთდება კერძო ბიზნესის ინიციატივით. ეს არის დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობა სახელმწიფოს და ბიზნესის. ჩვენი წიგნის მუზეუმი იქნება ცოცხალი სივრცე, ანუ აქ გაკეთდება ძალიან ხშირად ექსკურსიები ქართველებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ამავდროულად ბუნებრივია უცხოელი ტურისტებისთვისაც. ეს იქნება საერთაშორისო ტიპის ცენტრი და მე ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ზოგადად კულტურული თვალსაზრისით და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ჩართულობაც იქნება ძალიან აქტიური. მაგალითად, ახლა ჩვენ გვაქვს ეს მოწოდება განსაკუთრებით ბიზნესმენებისთვის. მე ვიცი, რომ თქვენს გადაცემაში ბიზნესთან დაკავშირებით ძალიან ხშირად არის საუბარი და თვითონ ბიზნესმენებიც უყურებენ. ინკუნაბულა არის ასეთი ტიპის წიგნი, ზოგადად ტიპი წიგნისა, რომელიც არის გამოცემული 1501 წლამდე, 1 იანვრამდე. ეს არის უიშვიათესი ტიპის წიგნები, მაგრამ იყიდება ასეთი წიგნები და სამწუხაროდ საქართველოში ეროვნულ ბიბლიოთეკას ეს წიგნები არ აქვს. ეს არ არის ქართული გამოცემები, ბუნებრივია, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანი მგონია, რომ ასეთი წიგნი იყოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ძალიან კარგი იქნება, თუ კი რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელი დაინტერესდება და იყიდის ამ წიგნს. ძალიან ბევრ საერთაშორისო, ვთქვათ, მარკეტზე ეს წიგნი არის წარმოდგენილი, მისი ფასი იწყება $3000-დან, სხვა თემას ეხება, ჩვენთვის სულ ერთია თემა. საპატიო ადგილას განთავსდება ბუნებრივია ამ სივრცეში. და როდისთვის უნდა ველოდოთ აი ამ არაჩვეულებრივ სივრცის გახსნა? მე როგორც ვარაუდობ, ეს სულ მცირე 2017 წლის დასაწყისში იქნება, შეიძლება მანამდეც მოვახერხოთ და დასრულდეს ამ სივრცის რემონტი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დილიდან ჩვენთან ერთად და მადლობა რომ აი ასეთ სივრცეს ჩუქნით, ესე იგი, მოქალაქეებს. ბევრი ადამიანის ჯგუფი არის ჩართული ამაში და მათ შორის თქვენც როგორც ამ საქმის გამხდარი
ხომალდება. დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ გიორგიმ როგორც აღნიშნა, სულ მალე გაიხსნება წიგნის მუზეუმი თბილისში, ეს გახლავთ ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, ფურცელაძის ქუჩაზე და ასევე დავამატებ იმასაც, რომ უბრალოდ მოქალაქეებსაც შეუძლიათ მოიძიონ სახლში თუ რაიმე წიგნი აქვს, თუ ძველი მნიშვნელოვანი წიგნი და ამ შემთხვევაში შეწირონ წიგნის მუზეუმს. ანუ ეს არის არაჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა წვლილი შევიტანოთ აი ამ კარგ ამბავში. დიდი მადლობა ნინი ლონგურაშვილს, მადლობა ყველა შემთხვევაში ასევე გიორგი კეკელიძეს. მინდა ნინის საშუალებით და დახმარებით მას უთხრა, რომ ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი, საქმიანი დილა, ბიზნეს კონტრაქტი და ბიზნეს გადაცემები რასტევ პიროზე მაუწყებლობს და ეხლა ისმენთ რადიოების საშუალებით. ჩათვალოს, რომ მისი პარტნიორია ამ საოცარ საქმეში, რასაც წიგნის მუზეუმის მოწყობა ჰქვია დედაქალაქში. მადლობა სხვათა შორის იმ ბიზნესმენებს, რომელიც გიორგი კაკელიძეს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე დაუდგნენ გვერდში. ეხლა რეკლამის დროა, სწორედ იმ ადამიანებს ეთმობა ეხლა დრო, რომლებმაც რაც შეიძლება მეტი უნდა დახარჯონ ტევ პიროზე. მე მათ წინასწარ მადლობას ვუხდი და სარეკლამო პაუზას ვაცხადებთ ტევ პიროზე.